Salmebit, მივესალმები მაყურებელს. დღეს მინდა მოგიყვეთ თბილისის ანძაზე, რომელიც ყველა კუთხიდან ჩანს, თბილისის ყველა კუთხიდან და თბილისელებისთვის და ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიტყოდი უფრო ფართოდ, მხოლოდ ტექნიკური კონსტრუქცია არ არის დამეთანხმებით, ეს არის გასტა რაღაცა პირველად დანიშნულება. რასაკვირველია და აი რაღაცა ქალაქის სიმბოლოდ არის ქცეული. მართალია სხვა ცნობილი ანძებისგან განსხვავებით, ანუ სხვა ქვეყნის ანძებს გულისხმობ, თბილისის ანძას ტურისტული ინფრასტრუქტურა არ აქვს. ანუ მასზე ასვლა, დათვალიერება იქიდან გადმოხედვა, ამის შესაძლებლობა ჩვენ დღეს არ გვაქვს, მაგრამ როგორც ვიცით, არსებობს პროექტი, კარგახანია ეს პროექტი არსებობს და ნუ იმედი მაქვს, რომ მაინც ოდესღაც მაინც განხორციელდება. ამ პროექტის თანახმად არის შესაძლებელი გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, ანუ გადმოსახედი ამ ანძიდან, ასევე იგეგმება რომ გაკეთდეს ვიზიტორთა ცენტრი და კვების ობიექტი. აი წარმოიდგინეთ რა ხელა ამბავი შეემატებოდა თბილისს ეს პროექტი რომ გამხორციელდეს მხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება დღევანდელ ანძას, პარამეტრები რომ შევიხსენოთ ჩვენი ანძის 2017 წლამდე ჩვენი ანძის სიმაღლე იყო 274.5 მეტრი. 17 წლამდე? 2017 წლამდე. 2017 წელს დაემატა ანტენა, ანუ შპილი და მისი simაღლე დღეს არის 267.5 მეტრი. ანუ რამდენი მეტრით მოემატა პირველი 3 მეტრიანი ანტენა და კი დაემატა და დღეს 267.5 მეტრის სიმაღლის არის ჩვენი ანძა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გეოგრაფიულად ანძა დგას მთაწმინდაზე, მთაწმინდის სიმაღლე ზღვის დონიდან არის 719 მეტრი. ამას დამატებული კიდე ანძის სიმაღლე, ანუ ესეთი თვალსაჩინო ადგილი მთაწმინდის პლატოდან ხო, სადაც დგას ანძა, ნამდვილად ჩანს მთელი თბილისი, ხო? მთელი თბილისი ჩანს. საოცარი პანორამა არის, აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი არის. ჩემი აზრით და ბევრი რამე ამახინჯებს, მაგრამ აღარ გადავალე ხარ. კი, მთლიანობაში უნდა გაახინო, უნდა გაბრაზდეს. კი, გადაცემის თემა. ნამდვილად ეგრე. თქმა უნდა, ყველა თემას შეეცვლებოდა მიმართულება, ეხლა რომ მაგ დეტალებში ჩავიდეთ. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამბავს, აი რომ დიდიდან დაიწყო საერთოდ ამ მთაწმინდის ანძის შესახებ ისტორიას, მთაწმინდა ზოგადად ადგილი, სადაც დგას ჩვენი ანძა, ამ ადგილის ფორმირება და საერთოდ თბილისისთვის მისი მიკუთვნება იწყება 1900-იანი წლებიდან, როდესაც ჩდება გეგმა, რომ განვითარდეს ეგრეთ წოდებული ზედა თბილისი, ანუ ქვედა თბილისი და ზედა თბილისი. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო პროექტი, რა თქმა უნდა, ამ პროექტის თანახმად დაიხაზა ქუჩათა ქსელი, როგორ უნდა ყოფილიყო, სად უნდა მთელი რიგი ამბავი, მაგრამ მთავარ გამოწვევად რჩებოდა სატრანსპორტო კომუნიკაცია, რომ თბილისი არის რთული რელიეფის ქალაქი, ანუ საკმაოდ ძალიან რთული ქალაქია, ამიტომ ეს საკითხი უნდა გადაჭრილიყო და 1896 წელს ბელგიურმა კომპანიამ, ინჟინერმა ალფონს რობიმ მაშინდელი ქალაქის თვითმმართველობას შესთავაზა ასეთი რამ, რომ ზედა და ქვედა ქალაქი ერთმანეთისთვის შეერთებინათ სამთო ტრამვაით, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ფუნიკულიორის სახით. ეხლა უბრალოდ არ დავიწყებ იმაზე მსჯელობას, რამდენი ხანი იმსჯელა თვითმმართველობამ ამ თემას, დაახლოებით 4 წელი მიდიოდა მსჯელობა. უნდოდათ თუ არ უნდოდათ და საბოლოო ჯამში მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფუნიკულიორი გაკეთებულიყო და 1905 წელს 29 მარტს გაიჭრა, უკვე გაიხსნა ფუნიკულიორის გზა და შესრულდა პირველი რეისი. კი, შესრულდა პირველი რეისი. ჩვენ ადრე გქონდა გადაცემა, თუ გახსოვთ, თბილისელებს რომ ძალიან ეშინოდათ ამ ფუნიკულიორის სარგებლობის. და მაშინ ბელგიურმა კომპანიამ საკმაოდ სოლიდური თანხა დააწესა, ვინ გაბედავდა და ვინ გაყვებოდა პირველ ტრანსპორტს ზედა თბილისში, ასე ვთქვათ. და შემდეგ უკვე ფუნიკულიორი მთელი თბილისისთვის, ანუ საყვარელ ტრანსპორტად იქცა. სხვათა შორის დღემდე ესეა 2012 წელს დიდხნიანი პაუზის შემდეგ ფუნიკულიორი დაგვიბრუნდა ისევ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. მოკლედ, გზა იყო გაჭრილი
გაჭრილი და თაწმინდა უკვე მზად იყო, ასე ვთქვათ, თაწმინდის პლატო და ზედა ტერიტორია ადამიანების დასასახლებლად. ეხლა რაც შეეხება მიუხედავად იმისა, რომ 1967 წელს, ანუ დღევანდელი ჩვენი ანძა, რომ დაუბრუნდეთ ამ თემას, 1967 წელს დაიწყო ამ მეორე ანძის მშენებლობა. იმ პერიოდში ინფრასტრუქტურა გამართული იყო, ეხლა მეტნაკლებად მაინც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ანუ სადაც კი ტელეანძა, ანუ უფრო სწორი იქნებოდა სატელევიზიო კოშკი, ესე უნდა ვთქვათ, ანუ უფრო სწორია, მაინც თბილისის ანძა რჩებოდა ყველაზე რთულ საინჟინრო ობიექტად. არსებობდა ასევე გეოლოგიური პრობლემები და იგივე მაგალითად ფოლადის კონსტრუქცია, ანუ ძალიან მაღალი მედეგობის, ანუ ფოლადია გამოყენებული, მისი აწყობა, მზადება, დაპროექტება. უკრაინული ორგანიზაცია იყო, რომელმაც სამიანძა დააპროექტა კიევის, თბილისის და მე მგონი ერევნის, კი ბატონო. და მიუხედავად იმისა, რომ გზა, ესე ვთქვათ, კონსტრუქცია ჩამოქონდათ, ამ წეკრანებით, აი 600-700 ტონიანი ამ წებით ხდებოდა მისი აწყობა, ასე ვთქვათ, და ეს იმ პერიოდში მაინც იშვიათი ტექნიკა იყო, თან აი მთაწმინდის აი ესეთი მწვერვალისთვის, ასე ვთქვათ. ამიტომ ძალიან რთული სამუშაოები მიმდინარეობდა. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სატელევიზიო კოშკი ეს იყო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, იქ ყველა შემხედრი ვერ მუშაობდა, რა თქმა უნდა, იქ კადრები შერჩევა ხდებოდა ძალიან ისეთნაირად, რა ქვია. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი აბავი. ეხლა ვინაიდან ეს კადრები თქვათ წლების განმავლობაში დიდი ხანი იკავებდნენ ამა თუ იმ თანამდებობას და პოზიციას. რასაკვირველია, რა თქმა უნდა. რადგან გამოჩნდა სოფლიოს ესეთი ცნობილი ანძები, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ ეს ანძა, ჩვენი ანძის სიმაღლე კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ არის 277.5 მეტრი, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ სოფლიოს ყველაზე მაღალი ანძების ხუთეული, ყველაზე მაღალი ანძა არის ტოკიოში, 634 მეტრია, ტოკიოს ანძა. ითვლება, რომ ტოკიოს ანძა საერთოდ სოფლიოს ყველაზე მაღალი შენობებიდან მეორე ადგილს იკავებს, ანუ ბურჯ ხალიფას შემდეგ მოდის ტოკიოს ანძა. ბურჯ ხალიფა 828 მეტრია. შემდეგ მოდის უკვე ტოკიოს ანძა. მეორე ანძა 602 მეტრია, ეს არის უკვე ჩინეთში. პეკინის ანძა, მესამე კანადა, ტორონტოში 553 მეტრი, მეოთხე ოსტანკინო 540 მეტრი და მეხუთე ადგილს ისევ ჩინეთი იკავებს 468 მეტრი. ესე არის პირველი ჩინეთი, იაპონია, ჩინეთი, იაპონია. და ნუ ტოკიოს ანძა საერთოდ ტოპია და ნუ იქ ისეთი აი, ხო, უყურებ ტოკიოს. წარმოუდგენელი არქიტექტურის შენობა არის ისედაც. ეხლა რაც შეეხება სატელევიზიო სისტემას, პირველ სატელევიზიო სისტემას, იმიტომ რომ ტელეანძა და სატელევიზიო კოშკი არ იქნებოდა საჭირო, თუ მაგალითად არ გვექნებოდა სატელევიზიო სისტემა, ხო, აი პირველი ესეთი სისტემა. ამან გამოიწვია პირველი ანძის შეცვლის აუცილებლობა, რომელიც მე მგონი მართალია, კი. ახლაც არის ეს გორში ეს. აი მივიდეთ იქამდე, ანუ არა, საინტერესო თემა არის, აუცილებლად შევეხები ამ თემას. რაც შეეხება აი პირველ სატელევიზიო გამოსახულებას, ესეც საინტერესო ამბავია, სატელევიზიო მაუწყებლობის ისტორიაც იწყება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. ეს იყო შოტლანდიელი მეცნიერი, ინჟინერი ჯონ ლოგი ბერდი 1925 წელს ამ ადამიანმა პირველად გამოაჩინა, ანუ შექმნა მექანიკური სატელევიზიო სისტემა და ადამიანის სახის გამოსახულება გაჩნდა ტელეეკრანზე. და ეს იყო 20 წლის კურიერი, რომელიც საკუთარ ლაბორატორიაში ჩაატარა მან ეს ექსპერიმენტი და შემდგომ 1926 წლის უკვე 26 ოქტომბერს მას მოუწია სამეფო კარის საზოგადოების წინაშე ამის დემონსტრირება, ანუ დემონსტრირებამ ჩაიარა მშვიდობიანად და ზოგადად ტელემაუწყებლობის ისტორია იწყება სწორედ ამ თარიღიდან, 1926 წლის 26 იანვრიდან უფრო სწორედ. და აქედან უკვე ეყრება საფუძველი ზოგადად ტელემაუწყებლობას და სხვათა შორის აი ამ გამომგონებლობამ ადამიანის მიერ შექმნილი საუკეთესო გამოგონებებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა და დღემდე კი იკავებს ამ ადგილს. ეხლა რაც შეეხება საქართველოს პირველი სატელევიზიო სიგნალი დარეგისტრირებულია საქართველოში
1956 წლის 30 ოქტომბერს. ეს იყო აი პირველი მაუწყებლობა, თარიღი, როდესაც იწყება ტელემაუწყებლობა საქართველოში და ძალიან საინტერესო იყო ესეთი სტატისტიკა, კვირის პალიტრას ჰქონდა ესეთი სტატისტიკა, რომ სანამ მაუწყებლობა დაიწყებოდა, თბილისსა და რუსთავში გაიყიდა 3500 ტელევიზორი. და თითო ტელევიზორი ღირდა 200 მანეთი. მაშინ 200 მანეთი ძალიან დიდი ფული იქნებოდა, კი, იმ პერიოდში. და წინასწარ მოხდა ამ იმის შეძენა. რა თქმა უნდა, ალბათ საბჭოთა ნომენკლატურამ შეიძინეს ყველა ტელევიზორი, დიდი ალბათობით. 200 მანეთს ახლა ჩვეულებრივი მოკვდავი, მაშინ რა თქმა უნდა ვერ გადაიხდიდა და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ პირველი დიქტორები, აი 19 წლის გოგო არის, ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე. დიქტორები და მაუწყებლობა გადიოდა მხოლოდ პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ სხვა შესაძლებლობა მაშინდელ ტელევიზიას არ ჰქონდა. და მთაწმინდანზე მდებარე ტელეხედვის სტუდიიდან ხორციელდებოდა ეს მაუწყებლობა. ეხლა რაც შეეხება პირველი წამყვანები. ან გარდაიცვალა ორივე სამწუხაროდ კაბატონი ილიას გარდაიცვალა, კი, ეს სახეები. არა, ყავს ძველი სატელევიზიო სახეები. კი, ну ეს პირველი ეკატერინა სამხარაძე, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი აქედან კომპლიმენტად მინდა ვთქვა, ერთ-ერთი სახე ძალიან წარმატებული ტელეწამყვანის. ეს ხუმრობა მინდა რომ კომპლიმენტი დავასრულო და გულწრფელად გამოხატო პატივისცემა ეკას მიმართ. ეხლა რაც შეეხება ანძას, რომ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ანძას, აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცეცილი, პირველი ანძა, რა თქმა უნდა, თუ მაუწყებლობა 1956 წელს დაიწყო, ანძა მანამდე უნდა გაკეთებული იყო, ხო, ხომ? პირველი ანძა დაიდგა 1955 წელს, ეს არის ძველი ანძა, დღევანდელი აი მთაწმინდის ანძა, სადაც დგას, იქ იდგა ეს ანძა და იყო წლები, როცა ერთად ორივე გვაქვს ფოტო. ეს ორი ქართლის დედა და ორი ანძა რაღაცა, ეს ორი სათაური ტიან-შანი ვართ. კი, აი ესეთი სიტუაცია გვაქვს, ანუ ორი ანძა. ეს ანძა იყო 185 მეტრის, ვინაიდან მისი შესაძლებლობები იყო შეზღუდული, მაგალითად არხების დამატების საშუალება, ანუ გაფართოების საშუალებას არ იძლეოდა, ბევრი ფოტო გვაქვს ძველი ანძის, ძალიან საინტერესოა მისი ნახვა და ამიტომ 1972 წელს გადაწყდა მისი ჩანაცვლება, ანუ საერთოდ სხვა თანამედროვე ანძის გაკეთება. რა თქმა უნდა, ეს ანძა მოიხსნა და გადაიტანეს გორში. დღევანდელი ეს არის ახალდაბის გორაზე. შენარჩუნებული არის. დღემდე ეს ანძა გვაქვს. ფუნქციურად რაიმე დატვირთვა, ალბათ აღარ აქვს უფრო. შემოტურიზებული. აი ეს არის, ხო, აი ძველი ფოტოები წამოვიდა, ესეთი იყო, საერთოდ განსხვავებული, უფრო მარტივი კონსტრუქციის ანძა იყო. და მაგრამ თბილისში სანახავია ეს ანძა. კი. ესეც ამასაც ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. ხო, პირველი ეს იყო ფაქტობრივად, ახლა გაფართოება არ ქონდა თუ ქონდა, პირველი ეს. აქ არის საინტერესო კადრი, უკვე მეორე ანძის მონტაჟი მიმდინარეობს და პირველი ჯერ კიდევ არის. სხვათა შორის თანამედროვე ანძა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, ეს ანძა ევროპის საუკეთესო ანძათა ნუსხაშია. ეს არ უნდა შევხედოთ როგორც ის უბრალოდ რაღაც ანძის კონსტრუქციას, ძალიან უნიკალური ანძა არის. ეხლა როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცეცილი, კიევის ინსტიტუტმა იმუშავა ამ ანძის დაპროექტებაზე, მაშინ 3 ანძა იყო ერთდროულად, კიევის, სომხეთის და თბილისის ანძა, თუმცა ერევნის ანძა და კიევის ანძა თბილისის ანძაზე მაღალია. ერევნის ანძის სიმაღლე არის 311 მეტრი, კიევის ანძა არის 385 მეტრი. ანუ იქაც გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენი ანძა დგას მთაწმინდაზე, რომლის სიმაღლე ასევე არის დაახლოებით 700 ზღვის დონიდან 720 მეტრი. ამიტომ ძალიან მაღალია ჩვენი ანძა, ვერაფერს. მე რა რომ რამდენიმე მეტრით ისინი უფრო დიდია ხო? ხო, ну მაგის ამას მოვაყოლეთ. ეხლა რაც შეეხება ანძის უნიკალურობას, გამოყენებული არის გასახსნელი კონსტრუქცია, ანუ ბოქვენოვან კონსტრუქციას ეძახიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მდგრადია ქარის და მიწისძვრის მიმართ. ანუ ძლიერი ქარის დროს
მისი რხევის ამპლიტუდა არის 5 მეტრი, ანუ ჰორიზონტალური რხევა არის 2-2.5 მეტრი, ანუ დადის. უი რა, სლავა. აი მანდ მოუყდები მე, იქ რომ ამ დროს რო იქ იყო სიმაღლის შიში ვისაც გვაქვს. დენად ისეთი კონსტრუქცია არის უნიკალური, რომ არავითარ შემთხვევაში ის ქარი მას ვერაფერს ვერ დააკლებს და პლუს გათვლილია კიდევ მრავალი წელი მოემსახურება ნამდვილად და 8.5 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. იმიტომ რომ სეისმური ზონაა და რა თქმა უნდა მისი ეს გახსნილი კონსტრუქცია რომელიც იხსნება აი მოქმედებს ანუ 8.5 ბალი ჩვენს მიწისძვრას ვერაფერს აი მიხოვს შეშთი ჩემგან ახლა როგორ ისე ჟღერს არა მამაკაცურად მაგრამ ჩვენ ხო სტერეოტიპებს ვიბრძვით ამიტომ შემიძლია თქვა რომ მიხოვთ იმისა რომ ჩემს ხელზე მინდა რომ ეს სტატუა აღმოჩნდეს როგორც თბილისის სიმბოლო გული მისკდება ანძასთან რო ახლოს მივდივარ. იმიტომ რომ მე მაქვს სიმაღლის შიში და ესე სხვა შორის მე მაქვს სიმაღლესთან ერთად მაქვს მეგალოფობია. მეგალოფობია არის ძალიან არც ისე გავრცელებული, მაგრამ ძალიან ცნობილი ფობია დიდი კონსტრუქციების შიშია რა. აი მაგალითად ქართლის დედა ანძადას შემე ძალიან დისკომფორტულია ჩემთვის. ამიტომ ვერ ვждები დიდ ატრაქციონებზე, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან დისკომფორტია. ავედი, მაგრამ მე ცოტა უკან ვიდექი და დანარჩენით კვებოდნენ ხედით. მე არ შემე ხო და აი ამიტომ მე ხა რაც მოყევი იმან რომ იქ ხევა დაიწყოს ეს იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა სხვა ვარაუდოთ ანძაზე დედაქალაქის ტურების დროს თქვა ტურისტებს აუცილებლად სურვილი და არის თუ არა შესაძლებელი რომ ახვიდე და თქვა გადმოხედო თბილისს აი როგორც თავში თქვი ტურისტული ინფრასტრუქტურა თვითონ ანძაზე ჯერჯერობით არ არსებობს მაგრამ არის პროექტი რომ აქ არის ლიფტი 164 მეტრზე ადის ეს ლიფტი სადაც არის განთავსებული ეს ტელე და რადიო გადამცემები და არის შესაძლებლობა და პროექტი, რომ იქ განთავსდეს ვიზიტორთა ცენტრი, კვებითი რაღაცა კაფე და ასევე პანორამული ხედვის. აი ხანია ეგ მესმის მე მგონი, თუ მეხსიერებაში. არა, კარგახანია არის. ხო, ანუ ეს პროექტი კარგახანია. კარგახანია, მაგრამ ნახოთ, აბა უნდა განხორციელოს. ელზა ვარ ძალიან ოპტიმისტი ვარ, ნახოთ, აი ცოტა ცოლწოვით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ანძაზე ვერ ავდივარ, თაწმინდის მონახულება არის აბსოლუტურად ყველა ტურისტულ მარშრუტში შედის, როდესაც უცხოელებს ხვებით, იმიტომ რომ იქედან თბილისს საერთოდ სხვა ხედი აქვს. აბსოლუტურად. სხვა შორის ეს ნეტა ჩაფიქრებული იყო. ალბათ იქნებოდა, მაგრამ როცა მაგალითად ფუნიკულიორი მოეწყო, ის ძალიან სიმბოლური შენობა, ფუნიკულიორის რესტორანი მოეწყო, მაშინ როცა ანძამას, ანუ ეს თავიდანვე პროექტად გათვალისწინებული იყო, რომ აქედან ხედი ლამაზი იყო თუ უბრალოდ შემაღლებული წერტილი. მეტად სავარაუდოდ უფრო სტრატეგიული მნიშვნელობაა. სტრატეგიული მნიშვნელობა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. და მე ძალიან მომწონს ტრადიცია, როდესაც სხვადასხვა ფერით ნათდება ხოლმე. კი, ამ განათებასთან დაკავშირებითაც მინდა ორიოდე სიტყვა თქვა, ჯერ თვითონ საძირკვლის რკინა-ბეტონი არის მრავალსართულება და ანუ რატო ვამბობ ამას? უნიკალურ ანძათა სიაშია შეყვანილი ისე არის იმდენად მყარია საძირკველი ჩვენი ანძის რომ გარდა იმისა რომ უძლებს დატვირთვას მთლიანობაში წონა არის 1280 ტონა ჩვენი ანძის და გარდა იმისა რომ ამას უძლებს კაბელები უამრავი რაღაცა ხო რაღაც აპარატურა გათვლილია ასევე დროებით დატვირთვაზე ანუ დროებით დატვირთვაში იგულისხმება თქვათ თოვლის დროს ანუ ყინული მასას ძალიან ზრდის ამიტომ საძირკვლის ეს კონსტრუქცია არის დროებით დატვირთვაზეც არის გათვლილი. მართლა? აუცილებლად. ეხლა რატომ არის თეთრი და წითელი ფერის? ანუ ეს მოიცავ თუ გამოსწორ. მართლა მაინტერესებს. პირადი გემოვნების საკითხია თუ რამესთან ხომ არ არის დაკავშირებული? მოიცა ერთი წუთი ლამბი. კი ბატონო, მო. წითელი და თეთრი. მე მაქვს განს და არ ვიცი. არ დროშა მაშინ არა, ალბათ დათოლიანების პერიოდში რა შესამჩნევი ყოფილიყო წითელი ფერი. ეს არის ფედერალური ავიაციის წესია ესეთი, ის უნდა იყოს სწრაფად დანახვადი დღის სინათლეზე საჰაერო ხობალდებისთვის. ხო, ამიტომ ეს არის მოთხოვნა და უნდა იყოს ასეთ ფერებში შეღებილი. ეხლა თუ გავითვალისწინებთ ფართობს აი ჩვენი ანძის, რამდენ ხანში ერთხელ იღებება ჩვენი ანძა? კი, ძალიან ეხლა შენ თქვი იფერის კოშკი ახსენდა მახსოვს გიდმა იფერის კოშკი თქვა ამის შეღებვას, ანუ იქ მთელი რიტუალია, რამდენ ყოველ წელს რამდენი ის ღებავი იღებს მონაწილეობას, რამდენ ხანში ყველაფერი ითვლება და ძალიან საინტერესო სტატისტიკებია. ჩვენთან არ ვიცი. ცხები მიყვარს ძალიან. ანძა საჭიროებს შეღებვას 5-7 წელიწადში ერთხელ. რეალურად ანტიკოროზიული კი, დამოკიდებულია გარემო პირობებზე, მაგალითად ის არის ნალექი, ტენიანობა, ჭექაქუხილი, ანუ ბევრი რამე მოქმედებს ანძასთან დაკავშირებით და საღებავს რაც შეეხება აი ამ
კონსტრუქციის სრული დაფარვისის საჭიროა 5-დან 7 ტონამდე სპეციალური მეტალის აღებავი. ეს არის ანტიკოროზიული გამძლეფერადი საღებავი, რომელიც უძლებს კლიმატის პირობებს. ესეთი ისინი გვაქვს, რა ქვია. რამდენი ხანი იღებება ეგ არის სანტერს? მე მგონი ძალიან დიდი ხანი ხნის განმავლობაში იღებება და ზემოდან ქვემოთ მიმართულებით თუ სწორად მაქვს ეს ინფორმაცია, ეს სახსოვს. ხო, შესაძლებელია. ეხა იქ ერთ სურათში ჩანს გარედან როგორ მიმდინარეობს სამუშაოები ანძაზე. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენს ანძას ზე ბევრი რამის თქმა შეგვიძლია, შესაძლოა გვახსოვს ხანძარი ანძაზე 1994 წელს, როცა მხედრიონი ჩვენს ბავშვობაში განაგებდა მაშინ გარშემო ყველაფერს, იქ გაჩნდა ხანძარი და დღემდე საერთაშორისო თუმცა რაღაცა იქ მომუშავე ადამიანების ოსტატობა და პროფესიონალიზმი ნაკლები ზარალი კი თბილისის ანძა. ნამდვილად და მაშინ ძალიან ძიმე ამის კატასტროფის წინაშე დავდექით, მაგრამ მთლიანობაში მაინც გადავრჩით, რასაც ქვია, დიდი ზარალი არ მიადგა, კი. არ გავრცელდა რაღაცა ტერიტორიებზე კონკრეტულ ტერიტორიებზე. არა, აი შიგნით მაინც მეტნაკლებად მოხდა აი მათი პროფესიონალიზმის წყალობით, კი. აი ეს არის მოკლედ რაც შეიძლება ჩვენს ანძაზე ითქვას. და განათებაზე ვიკითხე. ხო, განათებასთან დაკავშირებით როგორ დამავიწყდა მე თქვა, 2007 წელს დამონტაჟდა LED განათება, რაც საშუალებას იძლევა განათდეს ჩვენი ანძა და ანძის განათებაზე პასუხისმგებელი არის თბილისის მერია. ანუ უშუალოდ მერიის გარკვეული სამსახური კი უყურებს. მოიცა მანამდე ანძა არის. 2007 წლამდე არა. ზოგადად ბევრი რამე არისო მანამდე განათებული ქვეყნიან ჩვენი ის შესაძლებლობები რაც აქვს მაგალითად კონკრეტული მოვლენის გამოხმაურება ხო ეს ძალიან კარგი ჟესტია, როდესაც ანძა იცვლის ფერს. ეს იყო 2007 წლიდან მოხდა ამის დამონტაჟება. მე რამდენიმე წუთი ჯერ კიდევ გვაქვს და მინდა რომ რაღაცა გთხოვო და ამ მიმართულებით წადე. ხა, მაგალითად, როდესაც ტურისტებთან გაქვს თბილისის ტურები და მე ბევრჯერ მithქვამს ამაზე რომ თბილისის ტურები არ ვიცი, ისე რომ ადამიანი მოგისმენს მარტო ერთ ქუჩაზე შეიძლება მართლა 3 საათი ისაუბრო და არ იყოფა საუბარი. მაგრამ ძალიან რთული, არ ვიცი როგორ აკეთებთ ამ ტურებს. მაგალითად, როდესაც ტურისტი შემოდის თბილისის ტური შეიძლება აიღოს და მაგალითად სხვადასხვა უბანს, სხვადასხვა შენობას, სხვადასხვა ნაგებობას, ანუ ყველაფერს ერთად ასწრებთ ხოლმე და ერთკვირიანი შეიძლება იყოს ეს და არა, ერთი კვირა თბილისს არაზოს არ ეთმობა, მაქსიმუმ 2 დღე ვთქვა შეიძლება იყოს თბილისის ტური, როდესაც ერთკვირიანი ტურია და მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას იქ თბილისი 2 დღე. 2 დღე. მაგრამ თბილისი რას ეყოფა 2 დღე, მაგრამ გააჩნია სტუმარი პირველად არის მოსული, მეორედ, ანუ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგალითად, ნუ ძველი თბილისი მაინც თბილისის ისტორია მაინც ძველი თბილისიდან იწყება. ძველი თბილისი უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო. გააჩნია რისკენ იქნება ადამიანი ფოკუსირებული. და ეს არ არის ალბათ მხოლოდ ტურისტებისთვის, ჩვენც ძალიან ბევრი რამე გვაქვს ამ ქალაქში. დამერწმუნე ეგრეა. დამერწმუნე ერთხელ რომ მოხდები ელზას ტურზე, მაშინ მიხვდები რომ არაფერი არ ცოდნია. ნუ როგორც ტურისტმა ისე უნდა მოიარო შენი აუცილებლად. აი მაგაში ბევრი დარწმუნა. ერთხელ კი არა, მე მართლა გულწრფელად გონია, სხვა შორის დღეს რაღაცა უცხოური სტატია შემხვდა რეკომენდაციები საკუთარი პირადი ცხოვრების რაღაცა ცვლილებებზე რა, რომ რა უნდა გააკეთო თვის განმავლობაში, უბრალოდ კვირის განმავლობაში, ბოდიში სხვადასხვა დღეს რა შეიძლება გააკეთო ისე რომ შენი ცხოვრება ცოტა სხვანაირი გახადო და ერთ-ერთი იყო ჩვენი ცნობილი ესეთი მიდგომა არსებობს, რომ სახლში სხვა გზით წადი, იმიტომ რომ რაღაცა სხვა და ერთ-ერთი იყო რომ საკუთარ ქალაქში იყავი ტურისტი. ნახე ის რაც მანამდე არ გინახავს, ეწვე იმ მუზეუმს რომელშიც არ ყოფილ ხარ, კვირაში ერთხელ ის რომ გააკეთო, მაგრამ კვირაში ერთხელ ეხლა ტურზე რომ მოხდე, აბსოლუტურად სხვანაირად დაინახავ თბილისს და მე უნდა გამეხსენებინა, როდესაც სოლაკის ტურზე ვიყავი ელზასთან ერთად, რომ შევხვდით თავისუფლების მოედანზე, შეკრების წერტილი თავისუფლების მოედანი ჰქონდა და მეგონა რომ უბრალოდ მან შევხვდით, მარტო მან 40 წუთი ვილაპარაკეთ. სად ვიდექით? აი მან წარმოიდგინეთ, რომ იცი რა ქალაქში ცხოვრობ, რა ქალაქში მუშაობ და არსებობ, შემდეგ უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებ და სხვა თვალით აქაურობა. აბსოლუტურად სწორი. შენს თავისუფლებას რომ თუნდაც წამოჭიმოდა ყველაზე მაღალ წერტილში ამ ხელა მახინაში იცხოვრო და ეს არ ვიცი. ან თუ ბოროტი ხარ პედექით მიაყენო ზიანი ყველაფერი. ეხლა მთაწმინდას ასეთი მავნებლობა. ვთქვათ როგორ მოვხვდეთ ამ ანძის სანახავად, ეხლა ბევრმა იცის, მაგრამ ქალაქის სტუმრებისთვის
ბევრნაირი საშუალება არსებობს, ну, გარდა თქვათ საქალაქო ტრანსპორტისა და ავტობუსებისა, შეგვიძლია ჭონქაძის ქვედასადგურიდან ვისარგებლოთ ფუნიკული ორით, თან ფუნიკული ორის ისტორიასაც გავიხსენებთ 1905 წლიდან არის ბოლო-ბოლო რამხელა ისტორიის მქონე ტრანსპორტია და გაიხსნა საბაგიროც რუსთაველიდან, აი მეცნიერთა აკადემიის უკან რო არის, ანუ ძალიან მარტივად შეგვიძლია მოვხვდეთ კი, აი ხოთაშორის საბაგიროზე მე არ ვარ ნაყოფი და ერთ-ერთი შენს ტურისტად რო იქცე შენს ქალაქში არის ეს. ერთ-ერთი მაგით რაც შეხება ბოლოს მინდა ერთი რამე ვთქვა კიდე ჩვენი განაცემის მერე თითქმის ყოველი განაცემის მერე სულ წერს ვინმე ან მიკავშირდება, ან მირეკავს და ზოგი ფოტოს მიგზავნის, ზოგი იდეებს მაწვდის, ზოგი მთხოვს რომ აი თავის ქალაქზე გავაკეთოთ, ან თავის სოფელზე იქ რომ რაღაცა ძველი ეკლესია სულ ესეთი ამბავია და თბილისის ანძაზეც დამირეკეს ზუგდიდიდან. მართლა. აი. ჭადუაშიდან ჩემმა დეიდამ საყვარელმა ნელი ჯაიანია. და მითხრა რომ ანძას აქვს იმდენად საინტერესო ისტორია, რომ ხო არ მოგვიყვებოდი ანძაზე უფრო მეტს. ანუ იდეა შემოგთავაზეთ. იდეა შემოგთავაზეთ. მიურატების სასახლე ჭადუაში. ჭადუაშია მიურატების სასახლე და ჩვენ აუცილებლად მე ვამზადებ ზუგდიდზე. აი, ოჰო. პირადად გადავიღებ მიურატებს და ზუგდიდელები ყურადღებით იყავით. გაგაცნობ ზუგდიდს ჭადუაშს მიურატებს. სულ მაინტერესებს ხოლმე რომ კითხო და ბარემ ეთერში დაგისვა მაგ კითხოს. რაღაცა გეკითხო. მაინტერესებს